მოგესალმებით დავით ბალხამიშვილი, კარგი ამბავი მაქვს ჩემ პაციენტებისთვის, გადავედი ახალი მისამართზე, ოღონდ კარგი კიდევ ის არის, რომ შორს არ წავსულვარ. მაგრამ ვიქირავი უფრო კარგი, კლინიკაში ვიქირავი უფრო კარგი, ფართი, კომფორტული, სასიამოვნო. ისევ იმ მიმართულებით მიდიხართ, როგორც მოდივით, ოღონდ მარჯვენა მხარეს არ გადავხოთ, პირდაპირ წახვართ. გავით ესე ავტო პარკინგია, თუ მანქანით ვიმოდის აქ დაყენებაც შეიძლება, მანქანის საათი როგორც მითხრეს დღეს 4 ლარი, 2 საათი 6 ლარამდე, 6 ლარი, საათ ნახევარი ალბათ 5 ლარი გამოვა. მაგრამ კარგი რა არის, რომ ესე იგი ჩემი ძველი კლინიკა იყო პირდაპირ, მაგრამ ეხლა აქეთ მეთოდა რომ გამოვხოთ როგორც მითხრეს, გამოვწოვეთ და უბრალოდ აი ესე მარცხნივ პირდაპირ გავუყევით. საორიენტაციოდ ავიღებთ ეს პატარა ბაზარს ეძახიან. პატარა ბაზრის არაფერი ეთქო, მაგრამ აიც მანქანაც ესე შემოდის, შეგიძლიათ მანქანით შემოსვლით და კარგი არის ასევე ის, რომ ყუდრო ქუჩაა და ცალმხრივი მოძრაობა, იმიტომ ცალმხრივად ქუჩა შემოდის ცალმხრივად, სხვა გზას არ უერთდება. და როგორც მითხრეს, მანქანის დაყენებაც უფრო ადვილია ამ ქუჩაზე სიახლოვეს ჩემთან. დამხრათაც კარგია, კომფორტული უბანია, კლინიკაც არაჩვეულებრივია, აი სასიამოვნო გარემო პაციენტისთვის, 7 წყნარი გარემო, გაითვალისწინებთ, რა პირდაპირ რომ მოხვდეთ, აი ამ კორპუსს დაინახოთ. წინ ივლით და აი ამ კორპუსში ვარ მე, მეორე სართული არის ჩემი. კორპუსის მოპირდაპირ მხარეს არის ღვინის სასახლე, ესეთი სასტუმროა. და ზუსტად ამის მოპირდაპირ მხარეს არის ჩემი ოფისის შესასვლელი. ანუ არის ეს ქუჩა არის კვერნაძის 20 ნომერი. ეს პირდაპირ შავი კარები არის. აქ სარს მომცემთ და გამოგხედავთ. მეორე სართული არის ჩემი, როგორ თქვი. ეს აივნიანი აივანის გასვლა შეგვიძლია. ექსპონატად გადავიღე პატარა ოთახი, რომელშიც შეიძლება მასაჟი ჩატარება, არის ნაცელი, უდრო, აივნით, კომფორტული, ძალიან მეტონა ნამდვილად, პაციენტები ძალიან მოხდენ დარჩებენ და გარემოს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, როგორ გარემოში შემოდის ადამიანი, ის არ მუშაობს ექიმი, პაციენტი. კალიდორშიც არის ძალიან მყუდრო სასიამოვნო, მოიცდით წინ, ნახავთ ახლა, ეს სასიამოვნო პატარა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო, უფრო რეალობაში უფრო ჩანს. მე უფრო კიდე გადავიღებ, ეს ექსპონატად გადაღებულია, რომ ჩავმეგდო პაციენტებს გაიგოთ, რომ შაბათიდან უკვე ვიწყებ მიღებას, რომ